საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. მღვდელმთავრების შემდეგი სხდომისა და გაფართოებული კრების შესახებ პროცედურებს თითქმის 6 საათის განმავლობაში განიხილავდნენ. წმინდა სინოდის ოქმის თანახმად მღვდელმთავრების შემდგომ სხდომაზე საპატრიარქო კანდიდატების სიას განიხილავენ და გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად მათგან 3-ს გამოარჩევენ. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თავდაპირველად თქვა, რომ ეს 24 აპრილს მოხდებოდა, თუმცა მალევე დაზუსტდა, რომ სინოდის შემდეგი სხდომის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ცულის მოსახსენებელი პანაშვიდით. თავის მისასალმებელ სიტყვაში მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი და დამსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე. მან მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდის წევრებს, სამმდელოებას, ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის მიმართ გამოხატული სიყვარულისთვის და ითხოვა ეკლესიისა და ერის სისავსისაგან ლოცვითი შეწავნა ერთსულოვნების შესანარჩუნებლად და საარჩევნო პროცესის ღვთისმსათნო წარსამართებლად. დღეს წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გამოსარჩევის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება სამების საპატრიარქო ტაძარში გაიმართოს. დღეს მღვდელმთავრებმა ჩამოაყალიბეს 3 კომისია: სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე. კომისიის წევრები: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია, აბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. მეორე სამანდატო კომისია. კომისიის თავმჯდომარე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა. კომისიის წევრები: ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე. მესამე სარედაქციო კომისია. კომისიის თავმჯდომარე გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. კომისიის წევრები: ჭყონდიდისა და ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტი იოანე, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად მიტროპოლიტ შიოს მიერ წარდგენილ საარჩევნო პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულებას შეეხებოდა, საკუთარი პოზიცია 18-მა მღვდელმთავარმა გამოთქვა, რაც შეეხება ორ მნიშვნელოვან საკითხს: განათლების მინიმალურ კომპეტენციასა და ზედა ასაკობრივ ზღვარს, რაზეც არის დამოკიდებული პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატების ვინაობა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ამაზე გადაწყვეტილება დღეს არ მიუღიათ. განათლების თემასთან დაკავშირებით რაღაც ესე განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა, არ გამოიკვეთა, თქვათ, როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, რაც არაუმეტეს 70 წლისა არის აღნიშნული და შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც 3 კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა და განისაზღვრება. ეს პოზიციები როგორი იყო სინოდის წევრების? რაც გვესმის ჩვენ აქ მსჯელობა 71 წლამდე მიღწეული ადამიანი უნდა ითვლებოდეს თუ არა ამ კატეგორიაში, რომელიც აკმაყოფილებს თუ არ უნდა იყოს. ეს ორი პოზიცია არის, ამაზეა ჩამოსაყალიბებელი შემდგომში ეს მსჯელობა. წმინდა სინოდის ოქმის თანახმად მღვდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიებიდან გაფართოებული კრების დელეგატთა სრული სია წმინდა სინოდის სხდომაზე დასამტკიცებლად მომავალ სხდომამდე უნდა წარმოადგინონ. ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაფართოებულ კრებაზე დაახლოებით 2000 ადამიანს ელოდებიან. სინოდზე ესეც ალბათ ვფიქრობ დიდხანს გაგრძელდება. ყველა კანდიდატის იქნება, ვინც შეიძლება რომ ესე იგი კანდიდატი იყოს. ამას განვიხილავთ, სათითაოდ იქნება განხილული კენჭისყრა სათითაოდ ყველა კანდიდატისთვის და ყველაზე მეტ-ხმას ვინც მოაგროვებს 3 კანდიდატი. აი 3 კანდიდატი იქნება შემდეგ წარდგენილი გაფართოებულ კრებას, რაც შეეხება მათ ასაკს, მათ განათლებას. ამ ყველაფერზე ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ სინოდზე. დებულებაზე ზემდგომი კანონი არ არსებობს, არსებობს კრება, გაფართოებული კრება. ოღონდ ეს არა, რომელიც ახლა იქნება.
არამედ თუ შემდეგ კრებას ახალი კათოლიკოს პატრიარქი მოიწევს და ალბათ მოიწევს კიდევაც, ბევრი საკითხი იქნება ალბათ გასაახლებელი, იმიტომ რომ რამდენი ხანი გავიდა, ბევრი 95 წლიდან. რა თქმა უნდა იქნება. ოღონდ ეს მერე იქნება. ახლა ამ დებულებით ვიხელმძღვანელებ. ყველა მაგას კითხულობს, რომ რა აზრი აქვს საერთოდ ამ გაფართოებულ კრებას, მაგრამ მაინც უფრო საჯაროობისთვის არის ესა. ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ ამ გაფართოებულ კრებაზე ვიღაცის მოხსენება, ისეთი, რომელმაც შეიძლება მერე სინოდის წევრების გადაწყვეტილებაზე მოახდინოს გავლენა. ეპარქიიდან ორი სასულიერო პირი წამოვა მთავრის გარდა, ასევე ერთი ერის ადამიანი და ასევე ყველა მონასტრიდან ორი წევრი. წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ სხდომა ცივილიზებულ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. მეუფე ზენონ საპატრიარქო კანდიდატების კრიტერიუმებთან დაკავშირებით მკაფი ოპოზიცია აქვს. მან სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ 60 და 70 წელი პატრიარქისთვის ყველაზე შესაფერი ასაკია, რაც შეეხება სასულიერო განათლების აუცილებლობას. მისი თქმით, თუ კანდიდატი მისაღებია, მაშინ ამ მხრივ გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია. განათლების ნაწილი უცვლელია, ანუ დარჩა რომ სემინარია უნდა ჰქონდეს დამთავრებული. არ არის გამორიცხული ისეთი ადამიანი აირჩიოს ეკლესია. ანუ მაინც თავარი არის სინოდზე არის ყველაფერი და უმრავლესობა თუ ითქვის რომ ეს იქ დამთავრებული. მაგრამ დებულებას ხომ ვერ გადაუხვევენ, რა ძალა აქ ამ დებულებას და გავლენა. სამართალს კი არ აღებათ დებულება. მაგაზე გველაპარაკებოდით თქვენ შესვლამდე კანონიკურ და იქ რა წერია კიდევ ერთხელ რომ არ არსებობს. შეთესვა. არასდროს. არც განათლებაზე არა მიწდება. მაშინ ვინ გასაზღვრა ეს და როგორ განისაზღვრა თუ რა საკონტროლო ფორმები ეს 90-იან წლებში განისაზღვრა, რაღაც იმ მოცემულობდნენ გამდენა. მერე უნდა შეგვეცვალა და გავიდოდნენ და პატრიარქის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე მედია ორგანიზაციების ნაწილი სინოდის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა და მათ უცხოეთიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული ჯგუფები უწოდა. რადიო თავისუფლებას, ტაბულას და ონლაინ გამოცემებს, სხვას პუბლიკას, ნეტგაზეთს და ასე შემდეგ. აქ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგო. როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში, დღეს ვხედავ ჩვენ მათ შორის დიდი ალბათობით ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას საქართველოს ეკლესიის საქმეებში და კიდევ ერთხელ ჩვენ ამას ძალიან დეტალურად ვაკვირდებით. აქედანვე უნდა იცოდნენ ყველამ, მათ შორის უცხოელებმა, ვინც ამ ყველაფერს აფინანსებს, ეს ყველაფერი აღირიცხება, ამ ყველაფერს ვაკვირდებით და რა თქმა უნდა ყველაფერზე გვექნება რეაგირება. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით მღვდელმთავრებმა ახალი პატრიარქი ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ და არაუგვიანეს 2 თვისა უნდა აირჩიონ. ჯერჯერობით სავარაუდო კანდიდატების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დიდი ალბათობით 3 კანდიდატიდან ერთ-ერთი მოსაყდრე შიო მუჯირი იქნება.